თავი დავკარგე. და ჩემი ჩანაწერია იმ დღის 2022 წელია. მყავს 4 და 2 წლის ბავშვები და მიწერია როგორი დაკარგული ვარ. მიწერია რომ მნიშვნელოვანი რამ გამახსენდა, რომ ვჩიოდი, რომ არავინ იცის როგორი დაღიელი ვარ. ხო, რა საინტერესოა ხო? ეს მარტო ჩემი განცდა არ მგონია იყოს და მგონია რომ დედების არ კომფორტული ყოფილა, როცა დავკარგულვარ რაღაცა როლში და საერთოდ ხმა აღარ გამიწია საკუთარი თავისთვის, იმიტომ რომ შეიძლება რაღაცა პასუხები არ მომწონებოდა. შევამჩნია, როდესაც მე და ჩემი მეუღლე გავდიოდით ხოლმე ცალკე და გქონდა ეს საკმაოდ პატარაობიდანვე ჩვენი შვილების გქონდა ტრადიციად, რომ მოდი 2-3 დღე მარტოები გავიდეთ. დაბრუნებულა ისევის მარიამი, დაბრუნებულა ისევის სტილახე, ისევის რაღაცა შეყვარებულობის პერიოდი, ისევის ხუმრობა. აი სადიღლები, მე ვმუშაობ მთელი დღე სახლში ხარ. რა ხლის? ხო, აი ამასაც გაგიბაჭირდება და რეპლიკა არსებობს. და ამიტომ ალბათ ჩუმდება ბევრი ადამიანი, რომ მოგესალმებით, ეს დედების პოდკასტია, მე მარიამი ვარ. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია ასევე მარიამი, არაჩვეულებრივი ქალი, რომლის ისტორიამაც მე ძალიან მომხიბლა, იმიტომ რომ ერთმანეთს უთავსებს სრულიად წარმოუდგენელ უამრავ საქმეს, არის დედა, მეუღლე, პროფესიონალი, ასევე კონტენტს ქმნის კრეატორი არის და ამის მიღმა კიდევ რაღაცნაირად ახერხებს იმას, რომ არ დაკარგოს თავისი თავი და შეინარჩუნოს თავისი პიროვნული ინტერესები და განვითარების გზა. ჩემთვის ნამდვილად შთამაგონებელი ამბავია მარიამის ამბავი, მინდოდა რომ თქვენთვისაც გამეზიარებინა, ამიტომ მოვიწვიე ჩვენს პოდკასტში. მოგესალმები მარია. მოგესალმები მარია. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. გაგაცნობ ჩვენ სპონსორს, ეს არის Baby Bio, ბიოორგანული ბრენდი საფრანგეთიდან, რომელიც ზრუნავს პატარების ჯანსაღ კვებაზე. პირველი კითხვა ესეთი იქნება, მინდა რომ მაყურებელსაც გავაცნო შენი თავი უფრო კარგად. შენ ხარ 2 შვილის დედა? კი ბატონო. პირველ რიგში დიდ მადლობას მოგიხდით მოწვევისთვის. გისურვებ ძალიან ბევრ საინტერესო სტუმარს და ბევრ მაყურებელს. ძალიან დიდი მადლობა. კი 2 შვილი მყავს, 8 წლის და 6 წლის ბიჭები. ამჟამად როგორც შეეხე, სწორად აღნიშნე, პროფესია მაქვს, ჩემი ვარ ორთოდონტი, სტომატოლოგი ორთოდონტი. ვახერხებ და ვათავსებ ასევე რაღაცნაირად ხდება. რომ ვახერხებ კონტენტის შექმნასაც, იმიტომ რომ ძალიან სიამოვნებს ეს ყველაფერი. ძალიან მაგარია. დროს როგორ პოულობ იმისთვის, რომ დაუშვათ შენი თავისთვის დაგრჩეს რაღაცა? როგორ გითხრათ, რაც უფრო პატარები იყვნენ ბავშვები, მით უფრო რთული იყო. ხო. საერთოდ ჩემი ბლოგის ისტორია იწყება 4 წლის წინ, როდესაც ჩემი მეორე შვილი იყო 2 წლის. პანდემიის პერიოდი იყო. მაშინ რომ ვთქვა ესე, აი აქტიური არც სამსახურში ვიყავი, არც სხვა საქმეები იყო ისეთი, იმიტომ რომ პანდემიის რაღაცა კიდე შემოჩენილი იყო და ჩავკეტა, არც პირდაპირ არ იყო ჩემთვის ეს, რომ აი ბლოგი უნდა გავაკეთო, რაღაცა ესეთი პერიოდი მქონდა, რომ სულ სხვა კურსი გავიარე და მოვხვდი ბლოგზე, ესე რომ ვთქვათ. მაშინ გაცილებით მარტივად დავიწყე, იმიტომ რომ მქონდა უფრო მეტი დრო, შემდეგ სამსახურში აქტიურადაც რო გადავედი, მივხვდი რომ სადღაც ძალიან ვიჭყლიდებოდი, მაგრამ სიმართლე გითხრათ, არ მივეცი ჩემ თავს იმის უფლება, რომ აი ამ ბლოგის გულისთვის ძალიან დავჭრბუნულიყავი, ძალიან გავჭყლეტილიყავი. იყო დრო, როდესაც საერთოდ ვერაფერს ვერ პოსტავდი, იყო დრო, რომ ვერც სტორებს ვერ ვდებდი, ვერ ვქმნიდი ვერანაირ კონტენტს. ძირითადად რაც მოდიოდა და რასაც ვწერდი, იყო ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილებები, ჩემი ნამდვილი განცდები, რაც მართლა იმ პერიოდში ხდებოდა და იმდენად ბუნებრივად გადმომქონდა ვიდეოში, რომ აი ამას არ ჭირდებოდა ძალიან ბევრი დრო. თუ არ მქონდა ამის დრო, არ ვაკეთებდი. თუ მქონდა ამის დრო, ძალიან ბუნებრივად ვაკეთებდი. იცი რა, ეხლა რო გისმენით, როგორი შთაბეჭდილება მრჩება და მე მგონი ძალიან მაგარი ამბავია ეგ, რომ საკუთარ თავთან დარჩენის, თვითრეფლექსიის საშუალება იყო ეს შენთვის, რომ რაღაცნაირად მობილიზება გაგიკეთებინა შენი ნააზრევისთვის, არა? კი, არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ.
ყოველთვის მიყვარდა ის დრო საკუთარი თავისთვის, აი რომელზეც ახლა თქვენ საუბრობთ, ყოველთვის მქონდა, აი რა ასაკის შვილებიც არ უნდა მყოლო და ეს მე მჭირდებოდა, ძალიან მჭირდებოდა და ამას როდესაც მივხვდი, თილიშვიცაძე დავიწყე ადგომა, რომ ჩემი დრო მქონოდა, მაშინ მყავდა ძალიან პატარა მეორე შვილი და რომ მივხვდი, რომ დღის განმავლობაში არანაირი დრო არ იყო იმისთვის, რომ მე ცალკე დავრჩენილიყავი და უბრალოდ დავფიქრებულიყავი, როგორ ვარ, რას ვგრძნობ, საერთოდ ვინ ვარ. ეს დრო ხო იყო ხოლმე რაღაცა სპეციალურად გამოყოფილი და აი აქ რასაც განვიცდიდი, რასაც ვიაზრებდი, მე შეიძლება იმ მომენტში არ ყოფილიყო, მაგრამ სხვა დროს გადმომეტანა ვიდეოებში ეს ყველაფერი და ხო აი ძალიან ბუნებრივად ხდებოდა. კი, ალბათ სწორად მიხვდით. იცი რა მაინტერესებს, აი რამდენად მნიშვნელოვანია ქალისთვის, რომ არ დაკარგოს საკუთარი თავი, აი ამ უამრავ მოვალეობას შორის, რომელიც ჩვენ გვახვევია, იმიტომ რომ ერთია რომ ჩვენი ბუნებრივი ფუნქცია, მეორეა რომ პროფესიული რეალიზაციაც გჭირდება, მესამეა რომ რაღაცა საკუთარ თავთან ჰარმონიაც გჭირდება და რამდენად მნიშვნელოვანია ეს საკუთარ თავთან მარტო დარჩენა. სხვათა შორის სანამ წამოვიდოდი თქვენ პოდკასტში გადავხედე, მაქვს ერთი ბლოკნოტი, სადაც ვიწერ ყველაზე მნიშვნელოვან ამბებს. არა ყოველდღიურს, არამედ ყველაზე მნიშვნელოვანს და პირველივე გვერდზე მიწერია ზუსტად ეს, რომ თავი დავკარგე. და ჩემი ჩანაწერია იმ დღის 2022 წელია. მყავს 4 და 2 წლის ბავშვები და მიწერია როგორი დაკარგული ვარ. მიწერია როგორ დავკარგე საკუთარი თავი და რომ ყველაფერს ვეპოტინები. ჩემ ძველ ცხოვრებას ვეპოტინები იმ მარიამს, რომელიც მინდა რომ ვიყო და აი ამაში კიდევ უფრო მეტად ვისტრესები. მე კიდე მიწერია ის, რომ აი არ მინდა რომ ჩემი მთელი რესურსი და ენერგია შეიძლება არ ვიცი როგორ აღიქმება ახლა, მაგრამ იმ მომენტში ასე ვგრძნობდი თავს და უბრალოდ ვაზიარებ. არ მინდა რომ ყველა ჩემი რესურსი იყოს შთანთქმული აი ამ პასუხისმგებლობებში, როგორც დედისა და მეუღლის. ძალიან კარგი მესმის. მინდა რომ საკუთარი თავიც დავიბრუნო ისევ და აი ამაში ვარ, ამის გაზიარებაში ვარ, აი ამ ფურცლებზე და ვინ დავრჩები? აი ამ კითხვას მარტო სახელი და გვარი, ხო? თუ მე საკუთარ თავს არ მოვუსმენ და ბოლოს მიწერია, რომ არ მინდა ვიყოს მარტო სახელი და გვარი. მინდა ვიყო ადამიანი, რომელიც ისევ მოусმენს თავის თავს, ისევ იპოვის საკუთარს, გააკეთებს, დამშვიდდება, მიყვება ამ გზას და აი ამით კიდევ დავინახე, რომ ჯერ როგორი დავიწყება იცის ყველაფერმა. ეხლა ამ მომენტში ამ გადმოსახედიდან ის რო წავიკითხე, გამიკვირდა. თითქოს დამავიწყდა ის ცხოვრება, თითქოს დამავიწყდა, აი გაჭყლეტილი რო ვიყავი, აი ამდენ პასუხისმგებლობებში, იმიტომ რომ რაც უფრო პატარები არიან, მით უფრო მეტად ჭირდები. მით უფრო მეტად ყოველწუთიერად ჭირდები, ყველა სასიცოცხლო საჭიროება მათთვის დედას უკავშირდება და აი იმდენად ვიყავი ალბათ ამ ყველაფრით გარემოცული, რომ აი ეს ჩემი თვითრეფლექსია იყო რა აი ამ ფურცლებზე და რო გავიაზრე მე მგონია რომ ეს ტკივილი გვაერთიანებს დედებს ზოგადად აი ეს ეტაპი გვაერთიანებს დედებს და ეს არის უმნიშვნელოვანესი რომ არ დაკარგო საკუთარი თავი საერთოდ ალბათ ჩემ შემთხვევაში იყო ის რომ ერთხელ დავუსვი საკუთარ თავს ეს კითხვა რა მინდა ხო, აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ვის რა უნდა. მე შეიძლება მინდა რომ მქონდეს კარიერაც, მქონდეს ბლოგიც, შვილებთან დროც, მეუღლესთან დროც, მქონდეს მოგზაურობები, მქონდეს აქტიური ცხოვრება. ვიღაცას შეიძლება ეს ყველაფერი არ უნდა. ვიღაცას სხვა რაღაც უნდა. ეს შეიძლება თავს მოახვიეს და გააზრება უჭირს. შეიძლება ესეც იყოს. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის პირადად, რომ სადღაც მარტო დავრჩე ჩემ თავთან და მართლა გავიგო. აი რო დავკარგე მთელი დღე ამ საქმეებში საკუთარი თავი, როგორ ვგრძნობ. როგორი დასვენება მჭირდება, როგორი რაღაცა განმარტოების ტიპით ზოგჯერ არის, რომ ზოგჯერ გინდა უბრალოდ ქალაქიდან გასვლა, ზოგჯერ ოთახში შესვლა გინდა. დარჩე საკუთარ თავთან და კითხო რა გინდა. კი, უმნიშვნელოვანესი კითხვა, მე მგონი მარტო დედისთვის კი არა, ადამიანის ცხოვრების რაღაცა ეტაპებზე სულ უნდა ისმოდეს ეს კითხვა, იმიტომ რომ რაღაცა ეტაპმა შეიძლება თან სხვადასხვა პასუხი გაგცეს. ზუსტად.
კი, აბსოლუტურად. იცი რა მიხარი, ძალიან საინტერესოა ჩემთვის, შენ რომ დაწერე ფურცელზე აი ეს სიტყვები. აბსოლუტურად კარგად მესმის ამ განცდის. ეს განცდა რაღაცა უცებ მოვიდა, ხო არ გახსოვს თუ რაღაცნაირად დაგროვდა და უცებ გადმოვიდა ფურცელზე მერე. ფიქრობ დაგროვებული იყო, რა თქმა უნდა, როდესაც 4 წლის და 2 წლის შვილი ყავს, იქ უკვე დიდი ფონი გაქვს იმისთვის, რომ ეს ყველაფერი დაწერო. მით უმეტეს 2020 წელს ძალიან რთული პერიოდი მქონდა ცხოვრებისეული. მამას ანევრიზმა გაუსკდა თავში, მე 6 თვის ორსული ვიყავი და ისეთი ცხოვრებისეული ეტაპი გადავიტანე, რომ რა თქმა უნდა ეს იყო დალექილი, აი კარგად დალექილი და ალბათ მე ამან პოვა ფურცლებზე თავის გამოვლინება. შეიძლება ვამბობდი კიდეც ადამიანებთან, ჩემ მეუღლესთან ვსაუბრობდი ამ ყველაფერს, მაგრამ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ გამახსენდა, რომ ვჩიოდი, რომ არავინ იცის როგორი დაღიელი ვარ. ხო, რა საინტერესოა, ხო? ეს მარტო ჩემი განცდა არ მგონია იყოს და მგონია რომ დედების რეალურ დახლას ვერავინ ვერ მიხვდება. და სადღაც ეს არის რა ჩვენი გადასატანი მხოლოდ ვერავინ ვერ როგორც არ უნდა თქვა დავიღალე, იმდენად შეიძლება ეს სიტყვა დავიღალე იყოს ყოველდღიური, შეიძლება მე-14 სართულზე ასვლით დაიღალე და შეიძლება ისეთი რთული ცხოვრებითაც დაიღალე, რომ შედარებითია ეს ყველაფერი. მაგრამ იცი რა არის, ეგ როგორი დაღლა მგონია, იცი რესურსი რო გეწურება და რო აღარ შეგიძლია. ზუსტად. ძალიან ხშირად ვიყენებ ხოლმე ამას სული ამომაცალეს. აი, მასეთი დაღლა რომ აღარ შეგიძლია უკვე. და იცი როგორი ამბავი მგონია კიდე რომ ერთია რომ რაღაცნაირად იგრძნო ეს ყველაფერი, მერე კიდე ალბათ გარკვეული დრო და რესურსი ჭირდება ამ ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა და მერე უკვე ხმამაღლა თქვა სწორად ხედავ ამ პროცესს. კი, ალბათ ეს თანმიმდევრული არის, სწორად ამბობთ. ამ ყველაფერში რა დამეხმარა, ამას მეკითხებით ალბათ მე იმ პერიოდში მივხვდი რომ უკვე აღარ შემეძლო რაღაცეების თავად სიტყვა და თავად მოგვარება, გადატანა და მივხვდი რომ ჭირდებოდა რაღაცა თვითგანვითარებისთვის, რაც დამეხმარებოდა. ეხლა ესე არ დამჯდარვარ და არ მიფიქრია რომ მე ეხლა მჭირდება ეს კურსი. ისე მოხდა რომ შემომხვდა თითქოს გზად ისეთი თვითგანმავითარებელი სამთვიანი კურსი იყო მგონი, რომელმაც ძალიან ბევრი რაღაცის დალაგება დაიწყო ჩემსში. და დალაგებაში უგულისხმობ ძალიან სწორი კითხვები იყო, რაზეც პასუხები უნდა გამეცა და თითქოს აი რო აბურდავ ძაფს. ხო, აი ნიშან მიუცემლად რომ გამოიღებ, იბურდება ძალიან და მე ის თუ არ დაჯექი და თუ არ გამოშალე და ახლიდან არ დაახვიერთული, აბურდული დაალაგო. სუსტად იყო ჩემი ეს შინაგანი მდგომარეობა, ხო? აი ვერანაირი კაპით ვერ დავალაგებდი და მივხვდი რომ აი ეს კითხვები, რომლითაც მე საკუთარ თავს მუკავშირდებოდი, დამეხმარა იმაში, რომ ცოტა დავწყნარებულიყავი და გადამეხარისხებინა რაღაცეები. და დაგენახა სათხარ. სად ვარ? მართლა რა მჭირდება, რას უნდა მივაქციო ყურადღება, რა არის მნიშვნელოვანი, რა არც თუ ისე მნიშვნელოვანი. საერთოდ რაზე ფიქრი უნდა შევწყვიტო? ხო, რაში ძალისხმევის დახარჯვა უნდა შევწყვიტო და ეს ყველაფერი დამეხმარა. მე მივხვდი, რომ თურმე მსგავსი წიგნი იქნება ეს თუ აუდიო წიგნი იქნება, ამ ყველაფერს ვიყენებდი, კურსი იქნება, ადამიანი იქნება, მრჩეველი იქნება, ეს ყველაფერი მე ძალიან მჭირდება. სასიცოცხლოდ მჭირდება და ვეძებდი ამ ყველაფერს და ამ ყველაფერს. ძალიან მაგარი რაღაცაა ის, რომ აი მქონია მე თვითონაც გამოცდილებაში უამრავჯერო როცა რაღაცა მნიშვნელოვანი ეტაპის წინაშე მდგარვარო, როცა რაღაცის გადახარისხება და რეფლექსია დამჭირვებია, რაღაცნაირად თითქოს ჯადოსნურად იმ მომენტში ჩდება ხოლმე გარემოსგან გამოწვილი ხელივით რაღაცა, არ ვიცი, პასუხი შენ კითხვაზე. და რაღაც შენ რასაც ყვები ახლა ეგ ამბავია, რომ როდესაც შენ რაღაცა ისეთი მომენტი დაგიდგა, ეს კურსები რაღაცნაირად ისე არ გამოჩნდა შენ ცხოვრებაში, რომ პასუხების გაცემის საშუალება მოგცა. არაერთი კურსი, არაერთი წიგნი, არაერთი ადამიანი და
მე ყოველთვის მიყვარს ხოლმე ამის თქმა, ძალიან შევეჩვიეთ, რომ აი სამყაროს მადლობა, რომ გამომიგზავნა, აი ღმერთს ვუხდიდი ხოლმე მადლობას, რომ ეს ყველაფერი, რომ ჩემო მხდა, ჩემთვის იყო მადლიერების მიზეზი, რომ აი მადლობა ღმერთო, რომ ეს კურსი იყო, ეს ადამიანი იყო, ეს წიგნი იყო, იმ მომენტში ჩემთვის იყო გამოფხიზლება და გამოცოცხლება და ძალიან ნიშნავი. ძალიან მაგარია ეგ. მარიამ, იცი რა მინდა გითხრა? მე როგორც გარედამკვირვებელმა მინდა ვთქვა, რომ აი შემიჩნევია ქალებისთვის, რომ უახლოესი მეგობრისთვისაც კი რომ იყო სხვა ადამიანი და როდესაც ბავშვი გააჩინა, გახდა სხვა. შეიძლება თავად ამის შეგრძნება არ ქონია, მაგრამ აი როგორც გარედამკვირვებელი ვამბობ, რომ ძალიან იცვლება ადამიანი. იცი რა მაინტერესებს, ობიექტურად მაინტერესებს, ამ დროს ძველი მე სადმე მიდის, ხდება თუ და იმის ადგილს სხვა ახალი პიროვნება იკავებს, თუ რაღაცა თანაარსებობაში არიან ეს ორნი და რაღაცნაირად შენ უნდა დაინახო ორივე შენ სხეულში. ძალიან საინტერესო კითხვა არის და ძალიან საინტერესო შეგრძნება მოვიდა ეხლა ჩემთან და გეტყვით რატო. მე არ ვიცი ვის ცხოვრებაში როგორ ხდება, უბრალოდ შემსასკავად. კი, შენ პირადი გამოცდილება მაინტერესებს რა თქმა უნდა. იცით რა გამახსენდა, ბავშვებთან ერთად მეც შევიცვალე თავისთავად. ხო. იმიტომ რომ იმდენად ჭირდები შენ შვილს, რომ თითქოს სხვა ადამიანი ხდები, აი თითქოს ძალიან ინსტინქტური ხდები, თითქოს ძალიან როგორ თქვა სწორად, ყოველ წუთს ჭირდება შენი თვალი, შენი გონება, შენი ფიზიკური სხეული. და რა თქმა უნდა, თითქოს და სხვა ადამიანად გარდაიქმნები ვიზუალურადაც და შენი გეგმებითაც. ხო. მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი რაღაც შევამჩნია, როდესაც მე და ჩემი მეუღლე გავდიოდით ხოლმე ცალკე და გქონდა ეს საკმაოდ პატარაობიდანვე ჩვენი შვილების გქონდა ტრადიციად, რომ მოდი 2-3 დღე მარტოები გავიდეთ. დაბრუნებულა ისევის მარიამი, დაბრუნებულა ისევის სილაღე, ისევის რაღაცა შეყვარებულობის პერიოდი, ისევის ხუმრობა. არსად არ იკარგება. უბრალოდ მე ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ეს დავინახე. წარმოიდგინეთ, მე რო არსად წავსულიყავი, მე რო არ მომეწყო მსგავსი დღეები, მე მეგონებოდა, რომ მე სადღაც დავკარგე. ის დარჩა. ეხლა უკვე всё სხვა ეტაპი დაიწყო და ზედმეტად გავასერიოზულებდი ამ ყველაფერს და მაშინ აღმოვაჩინე, რომ არა უბრალოდ ეს პასუხისმგებლობები მე გარკვეულწილად მამყოფებს აი იმ ჩარჩოებში და ეს ზოგჯერ ხდება, ну რას ვიზავთ ხო, მაგრამ მე ვარ ის მარიამი, რომელსაც აქვს ისევ თავის სილაღე, ისევ თავის სურვილები, ისევ ის იუმორი, ისევ ის ხალისი და ეს პირიქით ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის. აი, რამდენად მნიშვნელოვანი არის ქალისთვის საკუთარი სივრცე და საკუთარი დრო. ვირჯინია ვულფს აქვს ძალიან მაგარი ესე დაწერილი საკუთარი ოთახი, აი ამის მნიშვნელობაზე საუბრობს და ეხლა შენ რო გისმენ ზუსტად ეგ ისტორია, იმიტომ რომ პარალელურად რამდენ ქალს არ აქვს ამის საშუალება და რამდენ უბრალოდ შეიძლება საშუალება კიდევაც არსებობს, იმიტომ რომ ვერ წარმომიდგენია ახლა დღეში 1 საათი რაღაცნაირად ვერ გამონახო, მაგრამ თავს არ აძლევენ ხოლმე თითქოს ამის უფლებას, რომ საკუთარ თავს დრო დაუცმონ. და შეიძლება საჭიროებასაც ვერ ხედავ. ხო, შეიძლება საჭიროებასაც თუ ერთხელ მაინც ამას გააკეთებ, ხვდები რომ შენ ეს გჭირდება. და ჰაერივით სავარაუდოდ. და ჰაერივით გჭირდება. რეიჩელ ჰოლისის წიგნს უსმენდი აუდიოს, როდესაც აღმოვაჩინე, რომ არანაირი წიგნის, არანაირი დროის გამოყოფის დრო არ მქონდა, აუდიო წიგნის მოსმენა დავიწყე. რეცხვის,არეცხის ფენის და ასე შემდეგ. დროს და ძლიერდებოდი შინაგანად, იმიტომ რომ ეს ძალიან მჭირდებოდა იმ მომენტში და ესეთი სიტყვები თქვა, არ თქვა რომ შენ დრო არ გაქვს, შენ გაქვს ის 1 საათი, რომელზეც არც კი იცი. სანამ დგები 1 საათით, უბრალოდ როცა შენ დგები, იმაზე 1 საათი დაგერადექი. ეგ არის შენი დრო. და წარმოიდგინე კვირაში რამდენი საათი გაქვს პლუს და საერთოდ ცხოვრებაში მე გადაამრავლე იმ 1 საათში შენ შეგიძლია ძალიან ბევრი რაღაც გააკეთო საკუთარი თავისთვის და ეს რო გავიაზრე, ვიფიქრე რომ მოდი ვცდი და დავიწყე. კი, და ნამდვილად ჩვენის. მე ვერ ვიტანდი ხოლმე დილით ადრე გაღვიძებას და სამსახურში ჭად მეზიზღება ეგ რუტინა და რა შევცვალე, იცი რომ ცოტა ადრე ვდგებოდი და დილით უბრალოდ ვждებოდი ჩუმად, აი სრულსი ჩუმეში ფინჯან ყავასთან ერთად და მივხვდი რომ აი ეგ ზიზღი დილის ადგომი სადღაც გაქრა. იმიტომ რომ ჩემ თავთან რაღაცნაირად დროს რო ვატარებდი, ეგ უკვე სასიამოვნო დაქციე ეს დილის ადგომა. გააჩნია ხო ალბათ.
მაგიტაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება რაღაც თქვა. აი, როდესაც დიდებზე ვისაუბრეთ, რომლებსაც არ აქვს საშუალება ან არც იციან, რომ ჭირდებათ განმარტოება. ზოგჯერ, შეიძლება ზოგმა იფიქროს, რომ იცი მე არ ვცხოვრობ მარტო. და ეს ძალიან რთულია. ძალიან მრავალრიცხოვანი ოჯახი გვაქვს და ეს ძალიან კარგად მესმის რას ნიშნავს, იმიტომ რომ მე, როდესაც საკუთარ ოჯახში, მშობლების ოჯახში წავსულ ვარ, ან ჩემი მეუღლის ოჯახში წავსულ ვარ, იქიდან მოსულ ვარ ადამიანი, რომელსაც ერთი წუთი საკუთარი თავისთვის დრო არ ქონდა, იმიტომ რომ გენატრებიანის ადამიანები ურთიერთობა გინდა და უცებ აღმომიჩენია, რომ როგორი რთულია ალბათ ადამიანებისთვის, როდესაც მრავალრიცხოვან ოჯახებში ცხოვრობენ და უჭირთ რომ თავიანთი რაღაცა პირადი დრო აი ამ ყოველდღიურობას და აი ამ ჩართულობას ოჯახში გამოგლიჯონ. არ ვიცი, ალბათ თვითონვე უნდა ყველამ განსაზღვროს, როგორ შეიძლება მოიპოვოს ეს დრო. შეიძლება ზოგჯერ მითქვია ბავშვებისთვის, რომ ეხლა მე შევდივარ და კარი არავინ შემომიღოთ. მე ჩემი მეუღლე ეუბნებოდა, ეხლა დედა შესულია და არავინ შეხვიდეთ. ანუ ესეც მნიშვნელოვანია, შეიძლება სხვაებიც ცხოვრობდნენ თქვენთან ერთად, მაგრამ ცოლ-ქმარნი გადაწყვეტილებით იყოთ იმაში, რომ ორივეს გჭირდებათ ეს დრო და ერთი როცა არის შესული, მეორე იცავს კარს და მეორე როცაა შესული, პირველი იცავს. კი, თან ეს იცი რა არის, პირადი საზღვრების დაყენებაც არის, იმიტომ რომ მე მგონი ნებისმიერ სფეროში, ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობაში მნიშვნელოვანია თქვა, რომ ეს რაღაცა მე მჭირდება და ამ შემთხვევაში სხვები იწყებენ მე ამის პატივისცემას და დაცვას და შენი მაგალითზეც ამას ვხედავთ. შეიძლება რაღაცა ძალიან ისეთი კრიტიკული და მიცუდად მჟღერი შეკითხვა დავსვა, უბრალოდ აი შენი დაკვირვებაც მაინტერესებს ამ თვალსაზრისით. ხომ არ არის ქალისთვის უფრო კომფორტული ჩაიკარგოს აი ამ დედის როლში და არ დარჩეს საკუთარ თავთან? როგორი კითხვა დას. ძალიან ერაგი. ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ არაერთხელ ყოფილა, რომ არ მდომებია საკუთარი თავის აყენება. მეც ძალიან კომფორტული ყოფილა, როცა დავკარგულვა რაღაცა როლში და საერთოდ ხმა აღარ გამიცია საკუთარი თავისთვის, იმიტომ რომ შეიძლება რაღაცა პასუხები არ მომწონებოდა. მსხვერპლის პოზიციაში ყოფილვარ და არ მდომებია იქიდან გამოსვლა და ძალიან კარგად მახსოვს ახლა ერთი მომენტი, როდესაც გადავწყვიტე, რომ მე всё, აქ რჩები, სადაც ვარ. და უცებ მეორე აზრი მოვიდა. ანუ რა გინდა თქვა, ახლა გადის 10 წელი და შენ ყველაფერს აი ამ ეტაპს აბრალებ, ამ მომენტს და აწმენ ხელს, რომ აი ეს რომ მომივიდა და ესე რომ ვიყავი, აი იქ ჩავჭი და აღარ განვითარდი. როგორ იქნები 10 წლის შემდეგ? საკუთარ თავს დაუსვი კითხვარი. როგორ იქნები 20 წლის შემდეგ? გინდა იყო ის ადამიანი, ვინც იქნება მსხვერპლის როლიც ხო საზიდი როლია რეალურად და ეს ხო ძალიან ბევრ ენერგიას გართმევს და აი მაშინვე თითქოს რაღაცა გამილაწუნა და მივხვდი რომ ჩემი როლი არ იყო მსხვერპლის როლი, თუმცა ყოფილვარ რაღაც მომენტში სასიამოვნოც ხდება, ალბათ ამას ირჩევ ადამიანი. არ ვიცი, აი მოდი ჩემზე ვილაპარაკებ. მე არ ვიცი ვის ცხოვრება. ხო, ჩვენზე ვილაპარაკოთ. ძალიან რთულია განვაზოგადო ვინ რას როგორ აკეთებს. მე რომ დავინახე ჩემს ცხოვრებაში, რომ მე შემიძლია ვიყო ან მსხვერპლი, ან ადამიანი, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს სიტუაციის მიუხედავად. თუნდაც იმ სიტუაციაში ერთი პასუხისმგებლობის აღება შემეძლოს და ყველა კარი სხვა დაკეტილი მქონდეს. მაინც მირჩევია ვიყო ის ადამიანი, ვინც პასუხისმგებლობას აიღებს. ეს არის ჩემი გადაწყვეტილება. შემიძლია ვიყო მსხვერპლი, შეიძლება ზოგჯერ უკეთესიც არის რომ იყო მსხვერპლი, მაგრამ მე არ მინდა. არ შინაგანი თავისუფლება ეს ხო ამ პასუხის კი თავისუფლება არის ჩემთვის ყველაფერი. და ამიტომ პასუხისმგებლობის აღებაც მოითხოვს ძალისხმევას, რომელსაც მიყავხარ უფრო შვიდი ცხოვრებისკენ, უფრო დიდი ძალისხმევა გჭირდება ამ დროს, მაგრამ შინაგანად მშვიდად ვარ, ვიცი რომ ის მე ავირჩიე. ცუდად რო ვარ, ჩემი გადაწყვეტილებით ვარ. მსხვერპლი რო ვარ, სხვისი გადაწყვეტილებით ვარ ცუდად. და როცა პასუხისმგებლობას ვიღებ, უკვე ვიცი რომ ჩემ გამო ვარ ცუდად, უკვე ვიცი მე ვთქვი ესე, უკვე ვიცი მე გავაკეთე ეს და მე ვიღებ ამაზე პასუხისმგებლობას და თითქოს ეს მათავისუფლებს და უკეთესია. ძალიან დიდი შვებაა მართლა, იმიტომ რომ რამდენჯერაც რაღაცა მე თვითონაც რთულ
მომენტ შევჯახები ვარ ცხოვრებაში, იქ რაღაცა რომ გამიაზრებია, რომ კი ეს გზა მე ავირჩიე და თავიდანვე ვიცოდი, რომ ეს გზა რთული იქნებოდა, მაგრამ მე ავირჩიე ეს რაღაცა შვებასავით არის, რომ ხო, სამაგეროდ ჩემი გზაა და ეს რაღაცნაირად გამშვიდებს ადამიანს. ჩვენ რაღაცა ცოტა შევეხეთ გაკვირით მეუღლესთან ურთიერთობის ამბავს. რამდენად მნიშვნელოვანია ამ დროს მისი თანადგომა, საზღვრების დაცვა და ასე შემდეგ. მინდა უფრო მეტად შევეხოთ ამ ამბავს, თუ გეხმარებოდა შენი მეუღლე ამ რთული პერიოდების დროს, ან თუნდაც არართული, რა ვიცი, რუტინული ცხოვრების დროს, რომელიც ასევე რთულია ხოლმე. ჩემი მეუღლე შემიძლია ვთქვა, რომ თანაბრად ინაწილებდა ყველაფერს. თავად არის 8 დედმამიშვილი ოჯახში გაზრდილი. აი, ვერ შევიძლია. და როგორც ჩანს, თავიდანვე გამომუშავებული აქვს სავარაუდოდ რაღაცა გადარჩენის ინსტინქტები. და მე მახსოვს, რომ პირველ შვილზე ისე გამირთულდა პირველი 40 დღე დახმარების გარეშე ვერ ვდგებოდი, რომელი ბავშვის სრულფასოვან მოვლაზე იყო საუბარი და ბებიაჩემი მოდიოდა დასახმარებლად. მე ხუმრობდნენ, რომ სანამ ბებიაჩემი ადგებოდა, ჩემ მეუღლეს გამოცვლილი წყავდა, დაბანილი წყავდა, ჩაცმული წყავდა. იმდენად ეს არც შიში ქონია, არც შინაგანი განცდა, რომ ეს ჩემი საქმე არ არის, რომ დაიბადა ბავშვი თანაბრად მოხდა ეს ყველაფერი ბუნებრივად, აი არც წინასწარ არ შეთანხმებულ ხართ, რომ აი დავუშვათ როგორ იქნებოდით? როლებზე არ შევთანხმებულ ვართ. ჩვენ ვიცოდით, რომ დამოუკიდებლად ვიცხოვრებდით და ალბათ ორივე ვიაზრებდით ჩვენ პასუხისმგებლობას, იმიტომ რომ არც ერთი არ ვიყავით პატარები. 27 წლის შემეძინა პირველი შვილი, ჩემი მეუღლე 29 წლის იყო, ანუ ორივე ვიცოდით ჩვენი პასუხისმგებლობა ის, რომ მარტოები ვიქნებოდით და ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა, ამიტომ არ ვილაპარაკია. ხო. შემდეგაც ყველაფერში თითქმის იყო რაღაცაები, რა თქმა უნდა, რაზეც მე ვსაუბრობდით, რომ იცი რა, მოდი ახლა ეს რო შენ გააკეთო, კარგი იქნება, წაყვანა, წამოყვანა თუ რაც არის, აი ესეთი რაღაცა წვრილმანები, გადანაწილებები, ამაზე საუბარი გქონია, მაგრამ ძირითადად აი იმდენად არ ვიცი, ამ ყველაფრით დაჯილდოებული იყო ჩემი მეუღლე, რომ აი რა ვიცი, მადლიერი ვარ მართლა მისი მშობლების, მისი ოჯახის და მისიც აი ამ ყველაფრისთვის. ბავშვი, პირველი შვილი ყავდა წლის და თვეების, რომ გოგოები წავედით საზღვარგარეთ და გამიშვა, რასაც ქვია, წადი დაისვენე. და როდესაც ვრეკავდი თვალით, დედაჩემს და დედამის არ გაუყვანა, მარტო მე უნდა მყავდესო და აი ერთად იყვნენ, ყველაფერს უკეთებდა, ეს იყო გამოცხვა, ეს იყო დაძინება, ყვება, ერთად დადიოდნენ, სამსახურში მიყავდა. აბსოლუტურად ჩართული მამა არის ყველაფერში. და ძალიან მაგარი ხელშეწყობაა, იმიტომ რომ არ ვიცი, ფუფუნებაც ალბათ, რომ ადამიანს როცა გეძლევა საშუალება, რომ შენია მართლა დამგლელი რუტინული საქმიანობი და რაღაც შორს წახვიდე და დაგეხმარონ, უმნიშვნელოვანესია. ძალიან და პირველი მხარდაჭერი არის, მხარდამჭერი არის ჩემი მეუღლე. თუ ვიტყვი, რომ 3 დღე წავალ, 5 წადი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ თუ ხედავს, რომ მართლა ძალიან მჭირდება ეს ყველაფერი, არ ფიქრობს, მე მეშველება, მე როგორ გავაკეთე, მე როგორ ეს არ აქვს. ამაშიც თავად იღებს ჩემი მეუღლეც პასუხისმგებლობას, რომ მივხედავ. კარგად ვიქნებით, ნუ ნერვიულობ, შენ წადი. ეგ ძალიან მაგარია, იმიტომ რომ როგორც წესი მეუღლეები, როგორც წესი არა, ძალიან ხშირად მეორე შვილები ხდებიან ხოლმე მესამე. ხო, ეს ჩემ შემთხვევაში ნამდვილად არ ყოფილა და ეს კიდევ დიდი გამართლება არის. იცი ახლა რაზე ვფიქრე, მე და შენ რა ახლა აქ ვივარ და რაღაცა დაალაგებულად ვსაუბრობთ. პრინციპში ხელშემწყობი გარემოებებიც ქონია ცხოვრებაში, რომელსაც მოუწია საშუალება, რომ რაღაცა ჩვენ თავთან დავრჩენილიყავი და თვით განვითარებაზე გვეზრუნა. მაგრამ არიან ქალები, რომლებსაც საერთოდ არ აქვთ არანაირი საშუალება და ხელშეწყობა. წეგან შენ სწორედ ახსენე, რომ აი დაუშვათ მრავალრიცხოვან ოჯახში ცხოვრობენ, მაგრამ ასევე არ აქვთ ხელშეწყობა მეუღლისგან. ზოგი საერთოდ შეიძლება მარტო ხელა და მარტო უწევს რაღაცა პასუხისმგებლობების განკლავება. ასეთი ქალებისთვის მაინც რაღაცნაირად მგონია, რომ აი საკუთარი თავისთვის მიცემული უფლება, რომ 15 წუთი მაინც დაისვენონ, რაღაც ის მომცემი იქნებოდა. როგორ გონია? რთულია ზოგადად სხვის ნაცვლად რაღაც თქვა.
მაგრამ ისევ ვუბრუნდები სურვილს და იმედი არავინ გამკითხავს ამის გამო. გულწრფელ შინაგან გამოძახილს. აი რა გინდა ცხოვრებაში? რას ნებდები და რას არ ნებდები? აი რა გინდა? არაერთი ქალი ვიცით მარტო ხელა, რომლებსაც ძალიან ბევრი მაგარი რაღაც გაუკეთებია. არაერთი ქალი ვიცით, რომელსაც ძალიან ბევრი პრობლემის მიღმა საკუთარი თავი უპოვნია. თუნდაც მაშინ, როდესაც რაღაცა რთული ეტაპი გადაუვლია, რაღაცა შვილები ცოტა წამოუზრდია. თავარია იმ 15 წუთს და იმ შემპირად დროს ვერავინ წაგართმევს. ძალიან მიყვარს ვიქტორ ფრანკლის ისტორია. საკონცენტრაციო ბანაკშიც იპოვა საკუთარ თავში სიმშვიდე და საკუთარ გონებაში წარმოსახვა შექმნა, რომ ამ ყველაფრის შემდეგ ის თავის მოწაფეებს მოუყვებოდა რა გადაიარა. ნუ თუ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩემი საკუთარი თავისთვის მithქვამს, მასზე უარესად ოდესმე ყოფილ ხარ ან მის მსგავსად, როცა არავინ ოჯახის წევრი არ დარჩენოდა ადამიანს, მან შეძლო ამ ყველაფრის მოძებნა საკუთარ თავში. საიდკენ მე მყავს საუბარი, რომ ალბათ აი ეს პასუხისმგებლობის აღება არის, რომ ყველაფრის მიუხედავად გაიაზრო სად ხარ, კი მე ცუდად ვარ, კი მე მარტო ხელა ვარ, მე დატანჯული ვარ, უნდა ალბათ აღიარო, რომ კი ხარ, ესე ხარ. მაგრამ რა არის ის, აი რაც ნაპერწკალს გინთებს შენს გულში, რაც ეს ყველაფერი რო არ იყოს, რას იზავდი, რას გააკეთებდი, რას ისწავლიდი, რას დახატავდი, რას შექმნიდი, საწახვიდოდი, აი ეს თუნდაც წარმოსახვაში ჩასახული იდეა ძალიან ბევრს ქმნის, იმიტომ რომ ყველაფერი ორჯერ იქნება, ერთხელ გონებაში და მეორეჯერ რეალობაში და გონებაში შექმნას არაფერი წინ არ უდგას, გარდა სურვილისა და გააზრებისა, რომ მე ცოტა იმაზე მეტი მინდა, ვიდრე ეხლა ვარ. თან რაღაცნაირად ცხოვრებაც რას გვასწავლის. ან შეიძლება უბრალოდ ჩვენ ვაქცევთ ასეთ ისტორიებს მეტყურა დღევას ფუფუნებაში მყოფი ადამიანი, როგორც წესი, დიდ მიღწევებს ნაკლებად აღწევს ხოლმე, რაღაც ნაკლებად ვიცით ესეთი ისტორიები, რაღაცნაირი გამარჯვებები მოიპოვება ბრძოლაში რეალურად. და ამიტომ არ მგონია, რომ დანებება და ხელების ჩამოყრა ამ შემთხვევაში გამოსავალი იყოს, უფრო მეტად აი ეს ბრძოლაში მოდის გამარჯვებაც ალბათ. ხო, ძალიან რთულია. კი, ძალიან რთულია. ყველაფერი შედარებითია და როგორი ცხოვრებაც ჩამოვთვალეთ, შესაძლოა ისეთი ცხოვრება არ გამივლია, მაგრამ მე ჩემი წილის სირთულეები მქონია, რაზეც მithქვია, რომ ძალიან რთულია. ნებისმიერ ადამიანს თავისი პირადი ეძიფასება და მნიშვნელოვანია. იცი რა მითხარი, რამდენად მნიშვნელოვანია ამ დროს ხმამაღლა, ერთია რომ ჩვენ თავთან ვაღიაროთ, რომ თქვა გვიჭირს და მარტო გვინდა ყოფნა ან რაღაცა ესეთი. და მეორეა, რამდენად მნიშვნელოვანია რომ ვითხოვოთ პარტნიორისგან, ოჯახის წევრისგან, მეგობრისგან დახმარება. იმიტომ რომ ბევრს უჭირს, მაგალითად ძალიან მიჭირს ხოლმე თხოვნა. შეიძლება არ ვიცი, აი ზურგზე დავიხვაო უამრავი პასუხისმგებლობა, მაგრამ ვერ ვამბობ რომ დამახმარე. ძალიან როგორ თქვა, არ მეგულება ადამიანი, ვინც იტყვის, რომ არ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია, თუმცა ვის როგორ გამოგვდის და ის მეორე ადამიანიც როგორ გვისმეს და იღებს ამ ყველაფერს, ესეც ხო, ალბათ კარგი მგონს, კარგი გამგონეც უნდა შეიძლება ვიღაცამ გითხრას, რომ ეხლა შენ სად იღლები? მე ვმუშაობ მთელი დღე შენ სახლში ხარ. რა გხლის? ხო, აი ამასაც გაგიბაჭირდება და რეპლიკა არსებობს. და ამიტომ ალბათ ჩუმდება ბევრი ადამიანი, რომ მაინც არ გამიგებენ და რა აზრი აქვს. ესეც ძალიან დიდი სევდაა ჩემი აზრით. გაზიარებას ეხლა როგორ ხარ და რა გჭირდება? ჩავთვალოთ, რომ აქვს ისეთი სასიცოცხლო მნიშვნელობა, როგორც გაგუდვის დროს ჰაერს. აი, რომ აღარ შეგიძლია უკვე ისე, რომ ხარ და ამოისუნთქო. ზუსტად ეს არის ალბათ, რომ თხოვო შენ ყველაზე სანდო ადამიანს, რომ ეხლა ცოტა ხანი მჭირდება. ეს შეიძლება იყოს 2 საათით ბავშვის დატოვება, შეიძლება იყოს 1 დღით სადმე გასვლა, ან უბრალოდ ზოგჯერ გაზიარება და ის რომ მან დაგინახა, ესეც დიდი შვებაა. ძალიან. მარტო ის არ არის, რომ ფიზიკურად მოგაშოროს ვინმე შენი ტვირთი. სახლის საქმე იქნება ეს თუ ასე შემდეგ.
ის რომ დაგინახა ეს უკვე დიდი დახმარებაა, რომ ხედავს როგორ ხარ. ის კი არა რომ მე მთელი დღე ვმუშაობ და შენ რას აკეთებ. მე მთელი დღე ვმუშაობ, ძალიან ვიღლები და ხედავ რომ შენც ძალიან ვიღლები. რა ვქნათ, ეს არის ჩვენი ცხოვრება, როგორ დავეხმაროთ ერთმანეთს. ალბათ ეს არის საუკეთესო რაღაც, რაც შეიძლება ქალმა მოისმინოს მეუღლისგან. მეც ვიღლები, მაგრამ ხედავ რომ შენც იღლები და დავეხმაროთ ერთმანეთს. კი, იმიტომ რომ აი მაგაზე დიდი ნიშანი რაღა არსებობს, რომ შენ ამ დროს მარტო არ ხარ და გყავს რაღაც ადამიანი, რომელიც ძლიერდება. კი, თითქოს არაფერი შეიცვალა შენს რეალობაში, მაგრამ გვერდით ადამიანი გყავს, რომელსაც დაიყრდნობი, მიეყრდნობი, იტყვი შენსას და არ გაგაკრიტიკებს. არ წამოვა იქიდან დიდ დაიღალ. მარიამ, ძალიან დიდი მადლობა. მიჭირს ამ საუბრის დასრულება, იმიტომ რომ კიდე ძალიან ბევრი კითხვა და ძალიან სასიამოვნოა შენთან საუბარი. მაგრამ რაღაცნაირად ფორმატში უნდა ჩავეტიოთ. ძალიან მნიშვნელოვანი კითხვები დავსვით ჩემი აზრით და რაღაცა ჩვენი შეიძლება ვერსიები, მოდელებიც თქვით, რა შეიძლება იყოს გამოსავალი. საუბარი იყო ძალიან საინტერესო. შეგახსენებთ, რომ ეს იყო დედების პოდკასტი. მე მარიამი ვარ, ჩემი სტუმარი ასევე ძალიან საყვარელი და საინტერესო მარიამი. ჩვენი ეპიზოდის სპონსორი არის Baby Bio, ფრანგული ბრენდი, რომელიც ბიოორგანული საკვებით ამარაგებს ჩვენს პატარებს. არ დაგავიწყდეთ, გამოიწეროთ ჩვენი არხი YouTube-ზე და სოციალურ ქსელებში. დიდი მადლობა. ახლა მდის მარიამ, დიდი მადლობა.